და მოდი მოვიწვიოთ ჩვენი ძალიან ხშირი და ძალიან საყვარელი სტუმრებით გყავს დღეს სტუდიაში, გთხოვთ სტუდიაში. მოგესალმებით დაბა. გამარჯობათ. გამარჯობათ. ნინა, როგორც ყოველთვის პროფესიონალების სტუმრობა გადაცემაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღესაც საუბრობთ სხვა შორის ბატონი ზაზას ესე იგი მრავალმხრივ ერუდირებული, განათლებული და სხვადასხვა კუთხით ადამიანის კანს, ადამიანის ჯანმრთელობას სხვადასხვა მდგომარეობიდან გამომდინარე ყოველთვის განვიხილავთ მასთან. მაგრამ სანამ დავიწყებთ საუბარს, გთხოვთ მიირთვათ წყალი მთის, რომელიც არ შეიცავს ბრომაც და დავატენიანოთ ჩვენი კანი. ბატონო ზაზა, აკნე და ორსულობა. რა ხდება ორგანიზმში იმ დროს და რატომ წვავდება აკნე? რა არის ის ძირითადი გამოწვევი მიზეზი და ფაქტორი, რაც განაპირობებს ამ პროცესების გაძლიერებას? გამარჯობათ, მადლობა მოწვევისთვის. აქტუალური თემაა. არც თუ ისე იშვიათია ეს პრობლემა სამწუხაროდ ქალებში. შეიძლება გამოვყოთ გარკვეული ტიპის საკითხები ამ შემთხვევაში. ერთი საკითხი ეს არის, როდესაც ხდება ეგრეთ წოდებული ფიზიოლოგიური, ჰორმონალური ძურები ქალის ორგანიზმში, ხდება ეს გადასვლა, ეს ანდროგენების, ჩვენ ვიცით, რომ ანდროგენები არის ჰორმონები, რომლებიც პასუხისმგებელია ზუსტად აკნეს გამომწვევ მიზეზზე, რაც არის ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირების მომატება, ზუსტად სიგნალი ამ ცხიმოვან ჯირკვლებამდე ჰორმონ ანდროგენებიდან მიდის და ამ ცხიმოვან ჯირკვლებს აქვს ანდროგენული რეცეპტორები და ამ რეცეპტორს უკავშირდება. ესე იგი, ერთის მხრივ ეს არის, რომ ფიზიოლოგიური ჰორმონალური ძვრების გამო შესაძლებელია მოხდეს აკნეს პროვოცირება, ანუ ტრიგერი შეიძლება გახდეს ეს გამწვავება, ეს ერთის მხრივ. მეორეს მხრივ შეიძლება გამოვყოთ თვითონ უშუალოდ ენდოკრინოპათიები, როდესაც არიან სამწუხაროდ ქალები, რომლებსაც გარკვეული ტიპის ენდოკრინული პრობლემები ახასიათებთ და აკავშირებთ. და ასევე მესამე უნდა გამოვყოთ, როდესაც გარკვეული მიზეზების და გამო ასეთი პრობლემური ტიპის ორსული ქალები იმყოფებიან გარკვეული ტიპის მედიკამენტებზე, მათ შორის ჰორმონოთერაპიებზე. აი ეს არის სამი მიმართულება, რის გამოც შესაძლებელია ჩვენ შევხვდეს ორსულებში აკნე. თუმცა არიან, რა თქმა უნდა აღინიშნოს ქალები, რომლებსაც ზოგჯერ პირიქით. აი ეს უნდა მეთქვა, როდესაც აკნეს ორსულობის დროს თითქოს არც ყოფილა უკვალოდ უკრებათ. აწუხებდათ წარსულში აკნე და ორსულობის დადგომასთან ერთად აკნე ბევრად უფრო გაუმჯობესდა მდგომარეობა. ესეთი ტიპის პაციენტებიც არსებობენ, თუმცა სტატისტიკურად თუ გადავხედავთ, უპირატესად პირიქით არის უფრო ასეთ პაციენტებში უფრო მეტად მწვავდება ხოლმე. აკნეს პათოლოგიური ფიზიოლოგია, ანუ პათფიზიოლოგია იგივეა, რაც ჩვეულებრივ სტანდარტულ შემთხვევაში, გავიმეორებ ისევ და ისევ, ეს არის ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპროდუქციასთან დაკავშირებული პრობლემა, როდესაც ცხიმოვანი ჯირკვლები ჭარბად მუშაობენ და მოქმედებენ და ამას რა თქმა უნდა გააჩნია უპირატესად გენეტიკურად დეტერმინირებული ეფექტი, ანუ გენეტიკურად არის ადამიანებში განპირობებული. თუ არის რამე განსხვავება ფეხმძიმობის დროს მიმდინარე აკნესა და ჩვეულებრივ, არაფეხმძიმე მდგომარეობის დროს არსებული აკნეს შორის, არის თუ არა ამ გამონაყარ შორის, ან დინამიკას, ან პირიქით, ან ექსპრესიას უფრო რთულად მიმდინარეობს ორსულობის დროს, თუ პირიქით უფრო ნაკლები ის იმწვავით? უპირატესად ჩვენ თუ ვიტყვით, თვითონ გამონაყრის ელემენტების თვალსაზრისით ერთი და იგივე ტიპის ელემენტები შეიძლება შეგვხვდეს როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში პაციენტთან, ასევე ორსულ პაციენტთან. ესენი შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული კომედონები, ანუ ფერის მჭამელები, როგორც ღიათავიანი, ასევე დახურულთავიანი, ან ანთებითი ელემენტები, პაპულების, პუსტულების, მაკულების სახით, აი ესეთი წითელი, მოწითალო კანის ზედაპირიდან ამოწეული ელემენტები. მაგრამ
შეიძლება აღვნიშნო და აღსანიშნავი შეიძლება იყოს ის, რომ ორსულებში თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ მე 2 წუთის წინ ვახსენე რა მექანიზმით შეიძლება იყოს ეს განპირობებული და შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს აი ანდროგენებთან და ანდროგენულ სიგნალთან. ანდროგენული სიგნალით განპირობებულ გამონაყარს უპირატესად უყვარს ხოლმე შემდეგი ლოკაციები. ეს არის ქვედაყბის ხაზის გასწვრივი ლოკაცია, აი სახის ქვედა ნაწილი, კისერში ჩასული გამონაყარი, ტორსი, ანუ გულმკერდი, მხრები და ზურგი. აი ამ შემთხვევაში სტატისტიკურად რო შევხედოთ, ასეთი ტიპის პაციენტებში, ანუ ქალებში, რომლებიც არიან ორსულები, უპირატესად შეიძლება შეხვდეს ზუსტად აი ესეთი ლოკაციის აკნე. ბატონო ზაზა, ძალიან მნიშვნელოვანია მოვლა და მკურნალობა. ადგილობრივი მკურნალობა. რა არის ის ოქროს სტანდარტი, რომელიც შეუმსუბუქებს ორსულ ქალბატონს მის მდგომარეობას? რა თქმა უნდა, აკნეს შემთხვევაში, როდესაც პაციენტი არის ორსული, რა თქმა უნდა, სტანდარტულ შემთხვევასთან მიმართებაში ასევე უნდა გავითვალისწინოთ, როგორი სტადიის აკნეზეა საუბარი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ არსებობს მედიკამენტები ორსულთა კატეგორიების მიხედვით და არის მედიკამენტები, რომლებიც ორსულობის შემთხვევაში რეკომენდებული არ არის. თუ ჩვენ რეალურად ვისაუბრებთ სისტემურ მკურნალობაზე, რა თქმა უნდა, გიდასტურებთ და გეთანხმებით, რომ სისტემური მკურნალობა როგორც წესი შეზღუდულია და როგორც წესი არ უნიშნავთ, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ძალიან რთული ფორმის აკნეა ორსულებში, მაგრამ რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ტოპიკურ, ანუ გარეგანი გამოყენების მედიკამენტებზე, რომლებიც ორსულობის შემთხვევაში იქნება უსაფრთხო როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის და არის გარკვეული ტიპის ტოპიკური მედიკამენტებიც, რომლებიც ზოგადი რეკომენდაციის თვალსაზრისით არ შეიძლება იქნას გამოყენებული, უფრო სწორად რეკომენდაცია რომ არ იქნას გამოყენებული და არის ტოპიკური მედიკამენტები, რომლებიც ორსულობის შემთხვევაში რეკომენდებულია იქნას გამოყენებული. იქიდან გამომდინარე, რომ ორსულობის პერიოდში შეზღუდული გვაქვს ეს რაციონი, ასე ვთქვათ, ამ მედიკამენტების, ანუ არის გარკვეული ტიპის შეზღუდვები, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობა ენიჭება ხოლმე ასევე სწორი მოვლის საშუალებების გამოყენებას, რა თქმა უნდა, სწორი ნივთიერებების შემცველობით. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ჩვენ შეზღუდული გვაქვს გამოყენება მაგალითად ტოპიკური მედიკამენტების, რომლებიც ითვლება ყველაზე ეფექტურ საშუალებებად ზოგადად აკნეს სამკურნალოდ, ამის საპირწონეთ ჩვენ ვალდებული ვართ დავნიშნოთ სხვა ნივთიერებები, აი ასე მაგალითად ალფა და ბეტა ჰიდროქსი მჟავები, ცნობილია რომ ეს არის ნივთიერებები, მაგალითად სალიცილის მჟავა, მაგალითად ლაქტატის მჟავა, გლიკოლის მჟავა, რომლებსაც ერთის მხრივ გააჩნიათ ზუსტად ეს კერატოლიტიური მოქმედება, რომ მოხდეს აი ეს დახშული ფორების, ეგრეთ წოდებული ცხიმოვანი ჯირკვლების სადინრების გახსნა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ისინი მოქმედებენ ცხიმოვანი ჯირკვლის ფუნქციონირებას და მათ ფუნქციონირებას თრგუნავენ და მესამეს მხრივ ამ ნივთიერებებს გააჩნიათ ანთებისაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეგრეთ წოდებული ეფექტი. შესაბამისად, ორსულ ქალებში, რა თქმა უნდა, მკურნალობა შესაძლებელია, მკურნალობა უნდა იქნას დანიშნული კანის მოვლის პროდუქტებთან ერთად კომბინაციაში, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი იმისათვის, რომ ერთი მაქსიმალურად გამოვასწოროთ მდგომარეობა პაციენტის, დავიცვათ მისი კანი, პრევენცია მოვახდინოთ, რომ ნაწიბურები არ განვითარდეს, ან თუ უფრო სტადიურად რთული ფორმის აკნესკენ არის მიდრეკილი ასეთი ორსული, მაქსიმალურად გავწელოთ დრო, რომ ესეთი ქალი მივიყვანოთ მშობიარობა ლაქტაციის დასრულების შემდგომ სისტემურ მკურნალობამდე, რომ არიან ქალები, როდესაც ჩვენ პაციენტებს ვაფრთხილებთ, რომ მკურნალობა, რომელიც ინიშნება ამ შემთხვევაში, ეს არის დროებითი და ეს დროებითი მკურნალობა ეგრეთ წოდებული ბრიჯის ხიდის შედეგი აქვს, ანუ ეგრეთ წოდებული ხიდია იქამდე, რომ ესეთი პაციენტი მივიდეს მშობიარობა ლაქტაციის დასრულების შემდგომ უკვე სისტემურ მკურნალობამდე.
შესაბამისად, აი ესეთი ტიპის მონახაზი არის ყველაზე მაქსიმალურად მიზანშეწონილი ორსული ქალისთვის. ბატონმა ზაზამ ისაუბრა კლინიკურ ნაწილზე და ეხლა მოვლის საშუალებები, როგორც ყოველთვის გაქთვალიან საინტერესო, ყოვლის მომცველი და ესე ყველა მონაკვეთისთვის ცალ-ცალკე. დღეს რით არის ნორევა წარმოდგენილი? ორსულობა ქალბატონების ცხოვრებაში ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საფეხურია, ამიტომ განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა შევარჩიოთ პროდუქტები. პროდუქტები ერთის მხრივ უნდა იყოს ეფექტური და უსაფრთხო და ასევე უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ კანის ვიზუალური იერსახის გაუმჯობესებას და გაჯანსაღებას, არამედ ჩვენი კანის ჯანმრთელობაზეც უნდა ზრუნავდეს. დღეს წარმოდგენილი გვაქვს ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი ნორევა და კონკრეტულად აქტიპურის ხაზი. აქტიპურის ხაზის ყველა პროდუქტი განკუთვნილია ცხიმიანი აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის, ასევე ყველა პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია ორსულობის პერიოდში. საინტერესოა, რატომ შეგვიძლია ამ დროს ამ პროდუქტების გამოყენება. პროდუქტებს ძირითადად შემადგენლობაში აქვს ბუნებრივი ნატურალური ინგრედიენტები და ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ არის აქტიურად დატვირთული მჟავებით, შესაბამისად არ იწვევს კანის გაღიზიანებას და პასუხობს ცხიმიანი კანის ყველა გამოწვევას. ეს გამოწვევებია გაფართოებული ფორები, ჭარბი ცხიმის რეგულაცია და ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პროდუქტები გამოირჩევა ანტიბაქტერიული მოქმედებით, ანუ ეფექტურად ამცირებს კანზე აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს, რის შედეგადაც ეს ეფექტი ხდება თვალსაჩინო და ხილული. დღეს ავერსმა წარმოადგინა საკმაოდ დიდი ასორტიმენტი თქვენი პროდუქციის და მოდით, ეხლა კონკრეტული რეკომენდაციები მივცეთ ქალბატონებს. კანის მოვლისთვის მნიშვნელოვანია მარტივი რუტინის გამოყენება, სწორი გასუფთავება, დატენიანება და მზისგან დაცვა. ამ შემთხვევაში წარმოდგენილი დასაბანი გელი და ქაფი ამცირებს კანზე ცხიმის გამოყოფას და ინტენსიურად ასუფთავებს კანს. გარდა ამისა, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებით. პროდუქტების გამოყენება შეგვიძლია როგორც დილას, ასევე საღამოს. ასევე მნიშვნელოვანია დამატენიანებელი საცხების გამოყენება, კონკრეტულად აქტიპური სამიერთში შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც დილას, ასევე საღამოს. ინტენსიურად ატენიანებს და ამშვიდებს კანს. ფიტოსფინგოზინი აქვს აქტიური ნივთიერებად, რომელიც ეფექტურად მუშაობს ანთებითი ელემენტების შემუშავებაზე და ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულად ეს ფორმულები მოდიფიცირებულია დერმატოვენეროლოგ ზაზა თელიას მიერ. ეს არის ავერსისა და ნორევას ლაბორატორიის კოლაბორაცია და გათვალისწინებულია ყველა მოთხოვნა, რაც შეიძლება ორსულობის დროს კონდეს კანს. პროდუქტი ასევე არ შეიცავს პარფიუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანის ალერგიულობის და გაღიზიანების რისკი შემცირებულია მინიმუმამდე. ბატონ ზაზა, ძალიან საინტერესო. ამით იცი მეც ვამაყობ გესმის ქართველი სპეციალისტის გამოცდილებას, მოსაზრებას დაეყნო ესეთი ცნობილი და სერიოზული ბრენდი, რომელიც ძალიან კონსერვატორები არიან ევროპელები. ფაქტობრივად აუღებელი ციხესიმაგრეები არიან. საკმაოდ დიდი და საინტერესო პროექტია. და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ასაკობრივი ზღვარი, როდესაც შეიძლება გამოვიყენოთ ეს პროდუქცია. ძირითად შემთხვევებში აკნე გარდატეხის ასაკიდან იჩენს თავს, აქტიპურის ყველა პროდუქტის გამოყენება გარდატეხის ასაკიდან არის შესაძლებელი, როგორც გამწმენდი, ასევე დამატენიანებელი საცხების. და როგორც ვიცით, არა მარტო აკნეს, ზოგადად ძალიან ბევრ კანის პათოლოგიას ამძაფრებს, ამწოვებს ინსოლაცია. აქტიური მზის ფაზაში შევდივართ, რას ურჩევთ ამ შემთხვევაში პაციენტებს? მზის განდაცვა ნებისმიერი კანის მდგომარეობის დროს მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებულად აუცილებელია მზის განდამცავების გამოყენება, როდესაც არის აკნეს პრობლემა. ამ შემთხვევაში წარმოდგენილი გვაქვს ნორევას მზის განდამცავი, ეს პროდუქტი ჭრის, ესე რომ ვთქვათ, სამ პრობლემას ერთდროულად. SPF შეიცავს, რომელიც კანს იცავს ულტრაისფერი გამოსხივებისგან, ასევე 8 საათიანი დამატენიანებელი ეფექტი აქვს, ასევე ფორმულა შეიცავს ბუნებრივ პიგმენტს, რომელიც ნიღბავს კანზე არსებულ ნაკლოვანებებს და კანის ფერს ხდის ერთგვაროვანს. ამ ფორმულაში შედის პარფიუმი და შესაბამისად ძალიან გრძნობიარე კანზე და ორსულობის დროსაც შესაძლებელია მისი გამოყენება და მსგავსად დამატენიანებელი საცხის ეს პროდუქტიც გახლავთ ავერსისა და ნორევას ლაბორატორიის კოლაბორაციით შექმნილი პროდუქტი, რომლის აქტიური ინგრედიენტების მოდიფიცირებაში მონაწილეობა მიიღო დერმატოვენეროლოგმა ზაზა თელიამ. ბატონ ზაზა, მე მახსოვს თქვენ არაერთხელ ჩვენს გადაცემაში საუბრობდით, რომ ინსოლაციას აქვს გარკვეული ეფექტი, თუმცა დროებითი ეფექტი. თავიდან შეიძლება დაამშვიდოს, დააწყნაროს, თუმცა მერე ისევ ხდება გამწვავება. დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით, რუჯის მიღებით პაციენტები აფიქსირებენ
როდესაც მათი გამონაყარი რუჯის მიღებაზე ცირდება. მაგრამ რეალურად ეს არ არის სამკურნალო, ეს არ არის რეკომენდებული, ამით ხდება პირიქით დამაზიანებელი ეფექტის მიღება კანზე. უბრალოდ რუჯის მიღებით ცხიმიანობა მცირდება რეალურად და აქედან გამომდინარე აქვს ამას შედეგი, თუმცა რუჯის გადასვლასთან ერთად უფრო აქტიურდება ცხიმოვანი ჯირკვლების შემდგომ, ასევე ლაქების გაჩენის ალბათობა მკვეთრად იმატებს, შესაბამისად გარუჯვა, ულტრაისფერი სხივებით კანის ასე ვთქვათ დასხივება, აკნეს შემთხვევაში რეკომენდებული არ არის და ამას თუ ზევიდან კიდე დაურთავთ იმას, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ორსულებზე, აღარ დავამატებ იმ ფაქტსაც, რომ როგორი უარყოფითი ზეგავლენა აქვს ულტრაისფერ სხივებს ნაყოფზე, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოუწოდებთ ჩვენს ძვირფას მაყურებელს, ჩვენს ძვირფას პოტენციურ დედებს, რომლებიც არიან ეხლა ორსულად, თავი შეიკავონ გარუჯვისგან, თავი შეიკავონ მზეზე დაწოლისგან, აუცილებლად გამოიყენონ მზის დამცავი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მათი ჯანმრთელობისთვის, ასევე მათი ნაყოფის და მომავალი შვილის ჯანმრთელობისთვის. ალბათ სოლარიუმიც იგულისხმება. სოლარიუმი საერთოდ სოლარიუმი არ უნდა ახსენო ბატონ ზაზასთან შეხედე? მე ალბათ არ ვიცი, არ მეგულება ორსული ქალი, რომელიც შევა სოლარიუმში და ესეთ ზიანს მიაყენებს საკუთარ ჯანმრთელობას და თავის მომავალ შვილს. ალბათ ეს წარმოუდგენელი ამბავია, ასეთი რამე არის ძალიან დიდი შეცდომა და უნდა ახსოვდეს ყოველთვის ადამიანს, რომ აქ საუბარია მეორე ადამიანის ჯანმრთელობაზეც. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საკუთარ ჯანმრთელობასთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი მომავალი თაობის მიმართ, ჩვენი შვილების მიმართ და ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ვიფიქროთ მათ ჯანმრთელობაზე. მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი იყო ფეხმძიმობისას აკნეს გამწვავების გამკლავებასთან დაკავშირებით და თავის მოვლის საშუალებებსაც გავეცანით და კიდევ ერთხელ გავაცანით ჩვენ მაყურებელს.